მელია მინდა ის. მელია გინდათ? რატომ? მინდა მელი. გაქვთ მისი? სიმართლის მოყვარულია. მე ასე ვფიქრობ. სიმპათია მელიას. ნიკა მელია? რატომ? 100%. ჯერ ერთი და პატიოსანი კაცია. მეორე და ერისკაცი და უნდა გლეხობა და სოფლის მეურნეობის თანამშრომლობა უნდა. ეს ამიტომ კაი კაცი ვარ. ვისი სურვებთ გუდანის მაჟორიტარ დეპუტატად? მელია სვიცნობდა კობიაშვილს არის. და მაინც ანუ როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო გაუმკლავდება არსებულ პრობლემებს? მე გითხარით რომ მელია სვიცნობდა და კობიაშვილს არის. ძალიან კარგი პიროვნებაა ეს მელია. ვინ არის მელია კაცო? მელიევი და ხალთები არ გვიდება ჩვენ. კობიაშვილი? ვინ საქმეს გააკეთებს? გააკეთებენ? დაპირება იციან, აი 2 წელიწადია გზა გადათხარეს, ავტობუსი εκεί დადის და მიგალობს და აქეთ კი არ აკეთებენ. ასფალტი ვერ იშოვის ალბათ. ანუ არც კობიაშვილი? იმიტომ რომ ის არის ახლა დეპუტატი. ხო და ის ჯობია. ის তো ბურთს მაინც გაიტანს. ვისი სურვებთ დეპუტატად? მელიას და კობიაშვილს არ შევადრი ერთმანეს. ოროსანი ფეხბურთელები არ გჭირდება ხელისუფლებაში საერთოდ. გორჩავს დავამთავრეთ უკვე. მელიას იმედი გაქვთ? მელია განათლებული კაცი, მე მინდა რომ განათლებული ხალხი მოვიდეს და ქვეყანა მართოს განათლებულად და აგერ ახლა რო შევხედე ლარს გული გამისხდა. ვისაც დოლარზე აქვს ლარი ვალები. დაუდაქვს სიმხავი. მელია. კობიაშვილი. ხალხი ვის უფრო აირჩევს? ვის აირჩევს თქვენი აზრით? აი ამ მთავრობას ხარ აირჩევს. გაუბედურებულია 50 წელიწადი ვიმუშავე აგერ უნდა ვაკეთო ხან სად წამაგდებენ ხან სად. ვინც ღირსი იქნება და ხალხისთვის სიტყვას ტყვის მაინც ეტყვის იმას ვიძებ ხმას. ვინ გინდათ რომ იყოს თქვენი დეპუტატი? კვლევას ვატარებთ. მელია. რატომ მელია? ისი გეშინია. ხალხი მეჩინია, არაფერს არ მეჩინი. რატო და იმიტომ სამართლიანი ადამიანია და იმიტომ. კობიაშვილი. კობიაშვილი ოცნება. იმას. მელია თუ კობიაშვილი? მელია. რატომ? ესე მინდა. ფიქრობთ რომ გაუმკლავდება ყველა არსებულ პრობლემას? ეხლა მაგდერო ვიცოდე, აქ არ ვიცი. მელიას ვფიქრობ. მე მაინც მელიას ვამჯობინებ, იმიტომ რომ ისეთი ოჯახიდან მოდის და ისეთი მამიშვილი და ისეთი აღზრდილია, მე მგონი გაამართლებს, უფრო ჩამოყალიბდება, უკეთესი გახდება, რაღაც დალაგდება რა, გაიზრდება, თუ რაიმე ნაკლოვანება გამოასწორება. კობიაშვილი ისედაც ფეხბურთის თავისი მიღწევები აქვს ცხოვრებაში და თავისი გზა არჩეული აქვს. მე მგონი მაგას სპორტს უნდა მიხედოს. ივანი ქრიძე მაგას პირდებოდა, არც საკმენ მოგაკლეთ დასასმერსავენ და რა გავიკეთა. აი ვეხოწებით 8 საათზე რო გავშალოთ არ მაშლევინებენ. მე მელიას მეწინ. რატომ მელიას? რა ვიცი. ვინ რა გააკეთა, ეგ მელიამ გაგვიკეთეს. რა კობიაშვილი, ის კობიაშვილი, თუ ძმა ახლა და თუ არა რა კობიაშვილი, უცნებას არა. აი მე არ ვიცი. კობიაშვილი რა თქმა უნდა. მელიას. რატომ? იმიტომ რომ ის უფრო მოწონს. მე კობიაშვილს არ მიცემ ხმას. რატომ? აი იმიტომ რომ არ ვარ გა. არ გაამართლა თქვენი იმედები? არ გაამართლა. არ გაამართლა. რა სიტყვით მელიაზე? მელიაზე კი თავიდან რაც ვიცნობ, მაგი საქართველოს უყვარს და ეხმარება ღარიბ ხალხს. აი მაგას ვიტყოდი. აი იქ რომ მივიდიოდი ხოლმე მერიაში, სულ ყოველთვის მეხმარებოდა. და ძალიან უყვარდა ქართველები და ძალიან საქართველო. ნუ მე უფრო ატივს ვცემ. მომხრევარ მელიას ნიკას. და რატო? იმიტომ რომ უფრო აი ახალგაზრდა გონია ისეთია, რაც უნდა იყოს მასობრივად ახალგაზრდობა.